მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. როგორც იქნა მოვედით ამ მაღაზიაში. მაღაზია მდებარეობს მახათას აღმართზე, პოლიცია როა ლოტკინის მაგის პირდაპირ. კარფურის მაღაზიის უკან. ესეთი მაღაზია არის მხოლოდ და მხოლოდ სათევზაო მოწყობილობებისათვის. აქვს კიდევ პნევმატური იარაღები. შევიდეთ ახლა მაღაზიაში და დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი. გამარჯობათ. მოგესალმებათ YouTube არხივ უიარაღო. გიორგი წერეთელი. ზუსტი მისამართი თქვენი მაღაზიის? ჩვენი მაღაზიის მისამართი არის მახათას აღმართი ნომერი 1, ლოტკინის მიმდებარე ტერიტორიაზე, მახათას ტაძრიდან რო ჩამოდის გზა, ბოლოში ვართ არ გასული შუქური. უბრალოდ პოლიციის გვერდით. კი ბატონო. ლოტკინის პოლიციის. ბევრი მარიცის ჩვენი მდებარეობა და ძალიან ბევრი კითხულობს ასევე. და ძალიან მარტივი მოსაგნები არის, რაც მთავარია, უმარტივესი. კი ბატონო, რაც მთავარია, მანქანის გასაჩერებელი ადგილი ვიპოვე და არის რომ გააჩეროთ მანქანა და იშოპინგოთ. კი ბატონო. მოდი დავიწყოთ დეტალურად, თუ გნებავთ დავიწყოთ სათევზაო ჯოხებით. კი ბატონო, სათევზაო ჯოხების ვარიანტი ძალიან ბევრი გვაქვს. ფასებით გვაინტერესებს, ბიუჯეტურებით გვაინტერესებს და არაბიუჯეტური. ფასები არის, ჩათვალეთ 30 ლარიდან რომ დავიწყოთ ჯოხს ავაწყობთ აბსოლუტურად ყველანაირად თავის კოჭით, ზუით და აბსოლუტურად ყველა თავის აქსესუარით და გვექნება სადღაც 400-450 ლარამდე ფასის კატეგორიაში რა. ჩვენ გვაქვს ფიდერის ჯოხები, სპინინგის ჯოხები და ტივტივის ჯოხები. ასევე კარპის ჯოხები გვაქვს, ასევე გვაქვს უნივერსალი ჯოხები, რომელსაც ნებისმიერ რამე სათევზაოდ გამოიყენებთ. გვაქვს სილიკონების ფართო არჩევანი. მაგაზე მე გადავიდეთ. მოდი ჯერ ჯოხები ამოვწუროთ. დავიწყოთ მაგალითად ყველაზე ბიუჯეტურიდან და მერე საშუალო სეგმენტზე გადავიდეთ. ხო, აი ნახეთ გვაქვს ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი, რაც მაგალითად კარპის ჯოხები და კარპის ჯოხები ბიუჯეტურ ვარიანტში სიმართლე გითხრათ უფრო ნაკლებად შეგვიძლია რაღაცა ისეთი ვარიანტი შევარჩიოთ, უფრო უნივერსალი ვარიანტი რა, დაუშვათ ესეთი ვარიანტი, რომლებიც იწყება 30 ლარიდან და არის უკვე ზემოთ რა. რაც შეეხება უშუალოდ კარპის ჯოხებს, მაღალი ხარისხის სეგმენტი გვაქვს დიდი ტელესკოპური, როგორც ტელესკოპური, ასევე გასაშლელი ჯოხები რა. მათი ფასის ვარიანტი ესენი კარბონის ჯოხებია, ხო? ხო, ძირითადად კარბონის ჯოხები არის. ფასები გამომდინარეობს ხარისხიდან, რა თქმა უნდა რა. მერყეობს სადღაც 100-დან 200 ლარის. მაგალითად დავიღოთ ერთი ჯოხი და ვთქვათ ფასი. ხო, აი ხა მაგალითად ეს არის ოსაკოს ფირმის ჯოხი. რამდენი მეტრიანი? ეს გვაქვს 3.90-იანი და 3.60-იანი. დიდი რგოლებით არის ეს ჯოხები. ნახეთ. ძალიან დიდი რგოლებითაა. და გამოირჩევა ზუსტად მაგისთვის, რომ კარპს ჭირდება რა ესეთი რგოლები, რომ გატარება ქონდეს ზუას კარგი მოსაქნევადაც და შორს რო წავიდეს რა, ასე ვთქვათ რა. ზუა და ხელი რო არ შეუშალოს რა გასროლის დროს. ესენი გვექნება 125 ლარებში რა. 125 ლარში. გადავიდეთ აი ამ ჯოხზე, მაგალითად პირველი ჯოხი ძალიან ისეთი მოკარბონებული რო ჩანს, აი მაგის ფასი და მდგომარეობა, დიახ. ეს არის ბენდაოს ფირმის ჯოხი, იგივე კატეგორიები ნახოთ. იგივე კატეგორიაში გადის და მისი ფასიც ანალოგიურია 125 ლარში. 125. კი ბატონო, კარპის ჯოხები ძირითადად აი ამ ფასებში მერყეობს რა. გასაგებია. შტეკერული რა ფასში გაქვთ? ესეთი დიდი ჯოხები გვაქვს, ესენი კაი ხარისხებია, მაღალი ხარისხებია და 190, 200, 210 ლარებში გვექნება, ამის ზომების და მიხედვით არის რა. ესეც კარპის არის. 3.90-იანი, 4.20, 3.60 გვაქვს ესენი ზომებში. ესენი როგორც თქვით 30 ლარები, ეს უნივერსალი ჯოხები არის. აი ყველას რასაც შიმანო 8 წერია კარბონის არის თუ ტელესკოპურია? ძირითადად ბამბუკია ეს. ეს არის ბამბუკის ჯოხები რა. ეს ჩვეულებრივი ტელესკოპურია კი? ნახეთ, ესეთი გასაშლელი. რა თქმა უნდა დაბალი ხარისხია შედარებით დაბალი ხარისხია, მაგრამ კარგად მუშაობს რა. კი ბატონო. მოდი ვანახოთ საშუალო სეგმენტი, ახლა 50-დან 70 ლარის ფარგლებში რა ჯოხები შეიძლება. ჩვენ გვაქვს ასევე ხშირად გვაქვს ხოლმე აქციები სხვადასხვა ჯოხებზე. ეს გვაქვს ტივტივის ჯოხების განყოფილება. აქ ძალიან ბევრნაირი ტივტივის ჯოხებია, არის ავიღოთ კონკრეტული და ვთქვათ მაგალითად ეს არის მონარქი ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ჯოხია, ვინც რა ფირმის არის? ტივტივით თევზაობს ბოლო არის. ბოლო მონარქია რა, კაიდას ბოლო მონარქია. და რამდენი მეტრიანია? ესენი იწყება 4 მეტრიდან, 4, 5, 6 მეტრი. ამას აწერი ახლა 5 მეტრი. აი 5 მეტრი აქ აწერია. და ეს რა ფასში გაქვთ ახლა? ეს გვაქვს 90 ლარში. ეს კარბონია ხო? კი, კარბონი არის. ჩვენ გვაქვს სააქციო ჯოხები ასევე მიკადოს პრინცესა ყველაზე ცნობილი ჯოხია ახლა. ყველა მიცის რა და ამის ფასი ჩვენ მაღაზიაში არის 40 ლარი. აი მეთევზეებისთვის იმდენად ხელმისაწვდომია. კარბონია? კი, კარბონი არის. შეიძლება გავხსნათ ნახოთ ფერები. 98% კარბონი. რამდენი მეტრიანია? 5 მეტრიანი ჯოხია. ვა, და 40 ლარშია? კი, და 40 ლარშია. იჩქარეთ მეთევზეებო მაგარი ფასია კარბონი ჯოხზე 40 ლარი და 5 მეტრიანი. კი ბატონო. მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიყიდით. კი ბატონო. კარგი, სააქციო ფასები რაზე გაქვთ კიდე? სააქციო ფასები გვაქვს ასევე ფიდერის ჯოხებზე. კი ბატონო. ფიდერის ჯოხები გვექნება 50 ლარიდან. აი ესეთი ვარიანტი გვაქვს. კარბონია ეგეც? თუ ტელესკოპი? ეს ბამბუკია, ჩაულებრივი ბამბუკია. ფიდერის ჯოხი და გაჩვენებთ რა, აი ესეთი ასაწყობი ფიდერის ჯოხი გვაქვს 2 რამდენი მეტრიანია? ესენი გვაქვს 3 და 90. 3 და 90 არის ფიდერისთვის გადასარევი და იდეალური რა როგორი ბილიწვია. წვერები რამდენ გრამს მუშაობს სამუშაო? 100-დან 250 გრამამდე იდეალურად ამუშავებს რა. ო, მაგარი. კი ბატონო. რაც შეეხება რა ფირმისაა ბუდიში ეგ ჯოხი? ჩინური ფირმია, სავას ფირმა არის რა ესეთი. კაი ხარისხი არის რა, არ არის ცუდი ხარისხი. გამონაცდელია ესე. კი, კი, ძალიან გამონაცდელია. ამ ჯოხებს ჩვენ მინიმუმ 2 წელია აქტიურად აი ჩემო ბატონო. აი გასაშლელი ფიდერის ჯოხებზე რას გვეტყვი, აგარ შიმანოს ხედავ. ეს ცოტა ხისტი ფიდერის ჯოხი არის. ასე ვთქვათ, მაღალი გრამაჟის ფიდერის ჯოხია რა, არ გამოირჩევა რბილი თავით უფრო ცოტა მოზრდილი თევზზე. ამას ძირითადად იყენებენ შავ ზღვაზე, კარგად თევზაობენ ამ ჯოხებით. იდეალურია შავი ზღვისთვის რა. ასევე გვაქვს კაიდა ინსპირიონი ზომებში 3 და 90 გრამი. ფასები რა აქვს? ჩვენ მაღაზიაში 109 ლარი იქნება მის ფასი. კაიდა მისი ფიდერისთვის ხო? კაიდა ინსპირიონი არის ეს ყველა ერთი განთქმული ბრენდი არის ბევრმა მეთევზე მისის, ვინც ფიდერით თევზაობს და რა ვიცი, ერთ-ერთი გამომდგარი და საუკეთესო თავის ფასში და თავის ხარისხში. კი ბატონო. კი ბატონო. გადმოვიდეთ სხვა ჯოხზე. გვაქვს ასევე ფლაგმანის ჯოხები. კი ბატონო, ფლაგმანის ჯოხები. ესენია ხო? ეს კანალი, ფლაგმანის ეს კანალი არის. ეს ჯოხი ფიდერებია ხო? ფიდერებია კი ესენი. გვაქვს დაივაც. მოდი ავიღოთ ხელში რომ გამოვაცალკავოთ, მინდა გადავიღო. ეს რამდენი მეტრიანი და რამდენი გრამიანი? ეს არის 3 და 30-იანი, 50 გრამამდე. ვა, რა თხელი ტესტია. თხელია და მაგიტო გამოირჩევა ზუსტად ძალიან დიდი მგრძნობელობით. აი ფაქტიურად თევზის გავლას გრძნობ. მაგაზე 10 გრამიანი თევზიც მაგრა იგდო. ესენი 2.70-დან იწყება 35 გრამი ტესტიდან რა, ხდება ხოლმე 40 გრამში და არის 3 და 90-მდე. თვითონ კონკრეტულად ეს კანალი. ხო და რა ვიცი, იმდენად დრეკადით ის არის, რა ქვია, ჯოხი არის, რომ ძალიან დიდი შეგრძნებები გადმოდის ხელის მტევანზე რა. მე პირადად ხმარ რომ 3 და 60-იან 70 გრამამდე. ეს მიკროფონი გაიკეთე. ხო, ტოქი. ნო, ეს რა ქვია. ხმა კარგად. კი ბატონო. გავაგზავნოთ. ხო. მოდი გადმოვიდეთ ახლა სპინინგის ჯოხებზე. ბევრს უკვე აინტერესებს უკვე სპინინგები. სპინინგები გვაქვს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად რა. დამწყებისთვის. მოდი ავიღოთ ჯოხი და ვთქვათ დამწყების ფასი და მე ძვირი ფასი. ეხლა გაჩვენებთ. აი ხო არის აქტუალური სპინინგი, ყველა მოიცით ხო და ბევრს გონია რომ რაღაცა ნუ არის ხარისხები რომ გადის ძალიან ჰაი კლასებში და ძვირ მოდელებში გადის, მაგრამ ვისაც აინტერესებს და დატესტავს რა სტილით შეუძლია ითევზაოს, ხო? მაგალითად გვაქვს წარმოდგენილი 60 ლარში სპინინგის ჯოხი და გაჩვენებთ როგორი სეტი გამოდის. პროსერად 60 ლარიდან იწყება. დიახ. ხო, ნუ თუნდაც აი ეს. აი ეს ჯოხია და ეს კოჭა, ნუ ესეც სურვილისამე ფერებში აარჩევენ რა. და რომელთაც მოყვება წნულიც და სატყუარაც რა.
და ეს არის ყველაფერი 60 ლარში. ყველაფერი 60 ლარში. ვა, რა მაგარი ფასი. ნახეთ. რამდენ გრამიანია ეგ ჯერ? ეს არის 0-დან 0.5-დან 10 გრამამდე. ანუ კალმახსა ქაშაღზე არის იდეალური. კი, მოკლედ, აი ეს სხვაობა ჯოხს აქვს ცოტა ესეთი, რომ ეს არის კასტინგის ჯოხი, მაგრამ ჩვეულებრივ მუშაობს. რა კასტინგის ჯოხში რა იგულისხმება? ტარი აქვს ამოტრიალებული. აი ესე უნდა დავიჭიროთ და კოჭა მიდის, ბევრს ეწოდინება კასტინგის კოჭა როგორი არის, რა ამოტრიალებული კოჭა არის და ზემოდან ხდება იმის გასროლა. ხო და რა ვიცი, ეს ჯოხი დატესტილი არის, ჩვენს TikTok გვერდზე შეგიძლიათ შევბრძანდეთ და წალკის ვიდეო დევს, სადაც ჩვეულებრივ ვიჭერთ ამ ჯოხით. რა ვიცი, აი ვინც გადაწყვიტავს, რომ სპინინგის თევზაობა დაიწყოს, უნდა დატესტოს დავალ ბიუჯეტიანი და თუ მერე მოეწონება, რამდენ გრამიანია თქვით, რამდენ მეტრიანი? მეტრა არის ამერის 1.68 1.80-ზე მერყეობს ხოლმე რა. კი ბატონო. კიდევ გვაქვს აი ეს ჯოხია უკვე 80 ლარში აწყობილი. ეს რამდენ მეტრიანია? ეს არის 1.98. ეს უკვე წყალსატევებზე. უკვე წყალსატევებზე და შეუძლია გამოიყენოს თბილისის ზღვაზეც გამოიყენოს. ჯოხი არის ძალიან 80 ლარში თავის კოჭია და? კი, და წნულის მოყვება და სატურაც. ვაუ. ულამაზესი ჯოხია, ძალიან ლამაზი. კი. ეს გასაშლელი ჯოხია? ეს არის ასაწყობი რა როგორც ჯოხი. სპინინგი, ხო. გვაქვს ხოლმე აგრეთვე ტელესკოპური სპინინგებიც. უბრალოდ ისინი შემოდის ძირითადად მაღალ გრამებში და ვინც ქარიკლაპიაზე თევზაობს. მაგარი ხარისხის ჯოხია. ო, ხელშიც რა სასიამოვნო. აი. მოკლედ, დამწყებ სპინინგისტებს გირჩევთ. მობრძანდეთ და შეარჩიოთ 160 ლარიანი სეტი ან 80 ლარიანი სეტი. სურვილი სამები. მოდი ახლა ვანახოთ ცოტა ისეთი არაბიუჯეტური სპინინგის ჯოხი. არაბიუჯეტურები, რომელიც ხარისხიანად მუშაობს, იწყება სადაც მხოლოდ ჯოხის ფასი 60 ლარიდან. აიღეთ ჯოხი და ვანახოთ საზოგადოებას. მაგალითად ვიწყოთ სივეიდას ჯოხები მერყეობს ხოლმე მასეთ ფასებში, უფრო სწორად 45 ლარიდან. აი ეს ბენდაოს ჩინური ბრენდის ვიქტორი 2.10-იანი სიგრძით, რომელსაც აქვს 0-დან 10 გრამამდე ტესტი. ეს გამოგადგებათ ეს უკვე ქარიკლაპიაზეც. ქარიკლაპიაზე ჯოხი იმუშავებს, უბრალოდ ცოტა დაბალი ტესტი აქვს. შესაბამისი ტესტის ყანყალები უნდა გავისროლოთ, რომ არ დავაზიანოთ ჯოხი გასროლის დროს და ეს ჩემი აზრით ძირითადად ქორჭილაზე იმუშავებს ძალიან კარგად. მოდი ვანახოთ ახლა 100 ლარის ფარგლებში რა შეუძლიათ შეიძინონ უფრო კარგი. 100 ლარის ფარგლებში ჩემი რჩევა იქნება პირველი კაი და პალადინი, რომელსაც მოყვება 2 წვერი. ესენი გვაქვს წარმოდგენილი 2 სიგრძეში, ამას მოყვება 2 წვერი, ესე ერთი არის სოლიდი წვერით, თეთრი თავი, რომელსაც აქ ეს იგულისხმება სოლიდად, რბილი თავია, რომელსაც აქ 1-დან 7 გრამამდე ტესტი და მეორე მოყვება 2-დან 13 გრამამდე. ანუ ეს უკვე ქარიკლაპიაზეც შეგიძლიათ. კი, მე წვერებს შეცვლით რამე და ფასი რა აქვს მაგიო? 80 ლარი. კი ბატონო. მოდი გავზარდოთ ბიუჯეტი, ავწდეთ 100 ლარს. შემდეგ მოდის ფლაგმანის Blackfire. უკრაინული წარმოების, რომელსაც აქვს უამრავი ტესტი. სურვილი სამები აირჩევენ აი მაგალითად ეს ჯოხი. ეს უკვე მაღალი ხარისხის კარბონით არის დამზადებული. ძალიან ჩატეა თქვენ თვითონაც ნახეთ. აუ. ამით თევზის ამოყვანა არის და ამას უფრო კიდევ როგორ ტესტი რა აქვს? ბევრნაირი ტესტი აქვს, როგორც გითხარით, 1-დან 7 გრამამდე, 2-დან 8 გრამამდე, 2-დან 12 გრამამდე, 3-დან 15 გრამამდე და 5-დან გრამამდე, 135 ლარი. და გრამს შენ თვითონ შეარჩევ, ხო? კი. ამას უნივერსალები არ მოყვება, ხო? არა, ამას ერთი წვერი აქვს მხოლოდ ესეც. აი. მაგრამ ამაშიც არის სხვაობა, ეს არის ხისტი წვერით არის წარმოდგენილი. ცოტა უფრო სასროლად რა. მოდი ახლა გადავიდეთ ტივტივის ჯოხებზე, ბევრია მოყვარული საქართველოში ტივტივის და შესაბამისად დავიწყოთ ბიუჯეტური ტივტივის ჯოხით. ტივტივის ჯოხებს რაც შეეხება, აი ეს წეღან არა, ეგ ნახეთ უკვე აქციაში რო არის მეკადო, ეგ ნახეთ და მოვიხიბლეთ. კი ბატონო, 5 მეტრიანი პრინცესა არის გადასარევი. აი ეს არის ახლა ბიუჯეტური ჯოხი ვნახოთ. ეს არის ჩინური ბრენდია, მაგრამ
მუშაობს იდეალურად არის გასაყრელები ვანახოთ ხალხს. არის ჩაშენებული ეგრეთ წოდებული კალიცოებით, რგოლებით. მარტივად არ ზიანდება და არის ძალიან კარგი ხარისხის კარბონით დამზადებული. და ფასი რა აქვს? 50 ლარი. შვენია. და არის უფრო ესენი სიგრძის მიხედვით არის, რაც უფრო გრძელია. ეს რამდენი მეტრიანია? ეს არის 3 და 60-იანი. ასაგები. ასევე გვაქვს ოსაკოს ბრენდის ტივტივის ჯოხები, ამაზე უფრო მოკლე ვარიანტია თლიანი სიგრძე კი არის 3.80 4 მეტრი. ეს უფრო მაღალი კლასის არის, იმასთან შედარებით ძალიან ჩატე, კომფორტული გადასაადგილებლად და ხელში მანახეთ. აურა სასიამოვნოა და კარბონი ახლა კამერა თუ აღიქვავს ამის სილამაზეს, ამ კარბონის სილამაზეს. აი როგორ თამაშობს. ესეც ჩაშენებული რგოლებით არის. კი ბატონო. ზოგადად ურჩევ ხალხს რომ ჩაშენებული რგოლებით იყიდოს, იმიტომ რომ აი ახლა ამას მაგალითად აქვს გარედან ჩამოცმული ხო, წებოზე აქვს დაწევებული. ხო და ძვავა. მერე უკვე ძვრება. მაგრამ ეს ჯოხები არ არის. ეს რა ფასშია ეს ოსაკოს? 70 ლარი. ის ჯოხიც მომეწონა წეგან რომ მაგასეთ. ის ძალიან ჩატე არის, ნაგითხრათ და ძალიან სასიამოვნო. ეგ რამდენი მეტრიანია? 3.80? 3.80-იანი. კარგი ჩემო ბატონო, ახლა უფრო გავიზარდოთ ბიუჯეტშიც და ისედაც ბოლოს ფასები კი გავიგეთ, ბოლოს ჯოხების. კი ბატონო. სხვა ვარიანტი აი ეს ჯოხები აინტერესებს საზოგადოებას, ბევრს არა, მაგრამ მახის ჯოხები რო ქვია, პირდაპირ მოსაკნევი ჯოხები. ეს ყოჭის გარეშე რო თევზაობ. კი ბატონო. აი ვიცით რომ რამდენი მეტრიც არის ჯოხი, იმხელა სადავე ჭირდება. კი ბატონო. ამას და სხვანაირი სტილის ჯოხი არის 4 მეტრო, 4 მეტრო სადავე ჭირდება. კი ბატონო, კი ბატონო. და სხვათა შორის ამებს აყენებენ სახავსე ჯოხებად გარდაქმნიან ხოლმე, კოლიცოებს უყენებენ. ბევრი ეს შევა, იმიტომ რომ კი ბატონო, აი სივეი და რა ფასშია ბოლოში რო არის? 85 ლარი ღირს 4 მეტრიანი. 4 მეტრი. 95 ლარი ღირს 5 მეტრიანი. და 100 ლარი 110 ლარი ღირს 6 მეტრიანი. აი ეს შვენიერი თევზის გამოსაყვანი ქართულად რა ქვია? ჩოგანბადე ხო? ჩოგანბადე. საჩოკი გვია რუსულად. ჩოგანბადე ქართულ. კი ბატონო. შვენიერი დიდი ზომის თევზის გამოსაყვანი. 90 ლარი ღირს სილიკონით არის ამოვლებული. ო, კარგია. საკმაოდ მყარი მასაა და 64 კილოიან კოპს თავისუფლად დაძრავს. გადავიდეთ საინტერესო თემაზე კოჭებზე. მოგზავნთაგეთ. რა თქმა უნდა, მეთევზისთვის ჯოხი, კოჭა და ძუა და ტივტივა საინტერესო თემა. დავიწყოთ ბიუჯეტურებიდან და ავიდეთ მაღლა. ბიუჯეტურები გვაქვს ხოლმე სულ რაღაც 10 ლარიდან. მაგალითად დაადევით ხელი, აიღეთ. ეხლა ზუსტად ამჟამად აი მოიცა კი 1 ცალი შემოგვრჩა. რომელსაც მოყვება ძუაც მაგფასში. აი ეს ნუ ყველა მისის ეს არის ჩინური უბრალო კოჭა, უბრალოდ სხვაგან ბევრად ძვირად შეხვდებით. და მე ვფიქრობ რომ ამ კოჭაზე, რა ვიცი, 10 ლარზე მეტი ეს არ უნდა ღირდეს რა. კი ბატონო. და რა ვიცი, დამწყებისთვის, ბავშვებისთვის ვაწყობთ ხოლმე ჯოხზე 20-25 ლარებში. ჯოხი კოჭა და რა ვიცი, ტივტივა მოყვება ხოლმე. ნუ აქედან იწყება კოჭების ფასი ადის, მერე უკვე კონკრეტულად ამ მომენტში წარმოდგენილი გვაქვს 175 ლარამდე ჯერჯერობით. მაგალითად დავიღოთ ახლა უფრო ესეთი საშუალო ფასით, აი 20 ლარის ფარგლებში რა შეუძლიათ შეიძინონ თქვენ მაღაზიაში. 20 ლარად შეუძლია შეიძინონ აი ეს კოჭა, რომელსაც ასევე მოყვება ძუა. 4000-იანი კოჭა. კი ბატონო. და საკმაოდ კარგი ბრუნი აქვს და ძუაც არ აქვს სხვათა შორის ურიგო. ხდება ხოლმე კობრა კოჭები არსებობს, რომელსაც ძალიან უხარისხო ძუები უყენია და ძალიან მაღალი მილიმეტრაჟობის. ისინი სულ იხლართება ხოლმე რა, აი ცოტა დიდი გრუზია საჭირო რომ გაიმართოს და პუჟინა სავით არ გახდეს. გადავიდეთ ახლა 30-40 ლარის ფარგლებში რა შეგვიძლია თქვენთან? აი ესენი შეგვიძლია 45 ლარებში. ასევე გვაქვს წარმოდგენილი. მოვიტანოთ. ესეც ჩინური ბრენდები არის. კი ბატონო. ნუ ღრმაყელით არის, მაგრამ ბრუნი არც თუ ისე ცუდი არ აქვს. შემდეგ ესენია წარმოდგენილი 2000-დან ზევით 5000-მდე და ფასების მასე მერყეობს. მოუმატოთ ბიუჯეტს.
ეს 60 ლარი აწერია, ხო? უკვე მე ბრენდი შემოდის კაიდა. აი ხლა ბევრს აინტერესებს იცით როგორი? აი ესეთი კოჭა რო ღრმა არ არის. ეს არის ფიდერის კოჭა. ხო. აი მაგაზე თორიო სიტყვა. ეს კოჭა ეხა რას უზრუნველყოფს, რომ ასეთი ყელი აქვს. მოკლედ, მაქო ეს არის მაქო, ბევრმა იცის. ყელი იმიტომ აქ ამოწეული, რომ ჩვენ შევძლოთ ამ კოჭამ შეძლოს თანაბრად დახვევა ძუის და წნულის და გავიდეს დისტანციაზე. ანუ ძუის რეზოლუცია თუ რა ქვია ხო, ნახეთ, ანუ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ძუა გადასაგდება. დიახ, კი. ამათ უნარი აქვს, რომ უფრო მეტად დაამუშავონ წნული. მაგალითად არსებობს ასეთი ფიდერის, ესენია სულ ყველა ფიდერის კოჭები. ფასები რა აქვს მაგას? ეს მაგალითად ეს ესენი უკვე უკრაინულებია. ამას ფასი რა? ეს არის 100 ლარიდან 100 ლარამდე ეს კონკრეტული კაიდა ამონი 4500 დიამეტრი 5500. ესენი უკრაინულებია 85 ლარი. ეს კანალია პირადად ხმარობმე და ძალიან მომწონს. ძალიან ჩატეა, თან ახალი მოდელია. წარმოდგენილი. მართლა მსუბუქი. და ეს მაინტერესებს ფასითაც 85 ლარი აწერია. ექსპინინგის კოჭა უბრალოდ 4000-იანია და შეგვიძლია თამამად გამოვიყენოთ ფიდერზე. იმიტომ რომ ღორმულიც მოკლე აქვს რა. მაღალი ყელი აქვს მაგასაც და ფართე თავი აქვს. და 85 ლარი. კაი და სონიკი. დაატრიალეთ ერთი მაინტერესებს როგორ ტრიალებს. შვენიერი მუშაობა. და უკან წამოიყვანეთ მექანიზმი. არა, ჩაკეტეთ და ისი. უკან ვეღარ წამო. დარტყმა არა. საერთოდ არ აქვს ის კი. ეგრეთ წოდებული შატკა. ტორმუზი აქვს იდეალური. კი. მუხრუჭი ეგრეთ წოდება. დიახ. სპერნაირია, ბიუჯეტურ ფასებში ფიდერის შეუძლია შეიძინონ მეტალის მაქოთი მხოლოდ, რომელიც 70-75 ლარის ფარგლებში მერყეობს, ესეც ძალიან მაგარი ბრუნით გამოირჩევა. ფიდერია თუ სპინინგია? ესეც ფიდერია. ფიდერს ხედავ 55 ლარის. ესენი პლასმასის მთლიანად სრული კორპუსი არის და მაქო პლასმასის და შესაბამისად ფასიც მაგიტომ აქვს დაბალი. აი, აგერ ხედავ ძალიან ესეთ სატივტივე კოჭას, ძალიან მაგარი. ეს სპინინგი კოჭაა, ნუ ტივტივებს გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა. დაივა ნინძა 1000-იანი. ეს მაგარი დაივანა. ატრიალეთ ხელში. შვენიერი. კაი მუშაობა. ამჟამად ამ ეტაპზე მე მაინტერესებს ეხა ჯოხებს რო კოჭები მოყვებათ, წეღან რო 60 ლარიან 80 ლარი. ის კოჭები გაჩვენო? ის კოჭები მოვანახოთ ხო? გივაჩვენე. აი, ეს კოჭა არის წარმოდგენილი 80 ლარში და 60 ლარში, რომელსაც მოყვება. და ესეც სპინინგის კოჭაა, სხვათა შორის. ამოწეული ყელი აქვს, რომ გასროლა უზრუნველყოთ შორს. და ამასაც მუხრუჭი აქვს იდეალური, ხო? უკან არ აქვს ეს. ფაქტიურად შატკა არ აქვს. მეორე კოჭა 60 ლარიანის? იგივე მოყვება. იგივე. ჯოხშია სხვაობა. კარგი. კოჭებიდან გადმოვინაცვლოთ, რა თქმა უნდა, აქვე საკვებურებზე. და თქვენ გაქვთ რაღაც ახალი და კარგი საკვებურები. რომელიც უკვე თავდება ბელგიური კოკობელი, რა ვიცი, 1000 ნაირსახეობის დანამატი აქვს, არაფრის შერევას აღარ აწარმოებს. კაკაო, ქოქოსი 10 ლარი. 10 ლარი. ეს არის 1 კილო. 900 გრამი. ნუ მოკლედ ერთ ფიდერის ერთევზაობას ყოფნის. ერთ ადამიანს ეყოფა, კი. ერთ ადამიანს. ნუ გააჩნია რა შეიძლება 40 იკმარო. ზოგადად ეხა ხო, პატარა საკვებურებზე კი ბატონო. კი. გადავიდეთ ცხებზე, აბა განვიხილოთ. კიდე გვაქვს ბელორუსული წარმოება. აი ზევითაა კიდე რაღაც ბელგიური ის რა. ეს უკვე პროსერიები არის, სხვადასხვა ნაზავებით არის და კონკრეტულ თევზებზე გამოიყენება. მოდი ავხსნათ რა, ხო, ძალიან ეს მაგალითად რეკორდსვითი ძირითადად კბილი დანამატები აქვს შერეული ამას, ყველაზე მეტად გამოიყენება შამაიაზე, სიონზე, მაგალითად თბილისის ზღვაზე ვარდნაზე ვინც თევზაობს. იმისთვის არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ბუხს აყენებს ძალიან დიდ და შამაიას დიდი ღრუბელი ჭირდება ხოლმე, რომ ასე ვთქვათ დასაკვებმა გააკეთოს, რომ ყურადღება მიიქციოს. ბევრს აქვს გატესტილი, ასევე მუშაობს ლეშაზე, აგრეთვე თბილისის ზღვაზე, პატარა ზღვაზე, ვინც იცის, ბევრმა დატესტა და გაგებული აქვს და ეს არის პროსერია, რომელიც 15 ლარი ღირს. და არსებობს კიდევ ჩვეულებრივი სერიები,
რომელიც 9 ლარი ღირს და ამას აქვს უკვე უამრავი მიმდევრობა არსებობს. ხილის ასორტი არსებობს, მარწყვი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო არის. არსებობს კიდევ დარიჩინი. ეგ შამაიაზე იმუშავებს ეგ 9 ლარიანი. იმიტომ რომ წვრილი ფრაქციაა მეტად. შეკითხვა მაქვს. ალაზნის შამაიაზე და სიონის შამაიაზე თუ იმუშავებს? ალაზნის შამაიაზე აი ეს გოლდი აქვს დატესტილი ბიჭებს, რომელიც კარგად არწევს თავს. 15 ლარია. უბრალოდ ყველამ ბევრმა იცის რომ იქ მაინც ღვიძლზე თევზაობენ ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივი კლასიკური ინლაინ მონტაჟით თუ ვითევზავთ ფიდერით და აი ამ დასაკვებს გამოვიყენებთ, ძალიან კარგი შედეგი გვექნება. მე მაგალითად თევზაობ ფიდერის მონტაჟით და თევზაობ თეთრი მადლით. კი ბატონო. და მაქვს ალაზანზე წამოღებული 7 კილოც კი. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ იცით რა შეა საქმე? ფიდერს გააჩნია აი სენსასმა იმუშავა ჩემ შემთხვევაში მარწყვისასამ ძალიან კარგად. ხო, ნუ სხვა მიმართულება აქვს დასაკვებებს. მე ზოგადად ასე ვარ, როცა ავიღებ და ავირჩევ ერთ მიმართულებას, ყოველთვის ვჩერდები იქით, აღარ ვაკეთებ მერე უკვე რაც გამოცდებს და ასე ვთქვათ. კი ბატონო, ავხსნათ, მოდი ყველა საკვებური. ფასები ვთქვათ, ესენი მდგომარეობა. არის 9 ლარიანები, ესენი თქვით რომ არის 15 ლარიანები, არის კიდევ ნუ ამას უკვე არანაირი გატესტვა და ის არ ჭირდება, G-Stream-ი ყველასთვის ცნობილი არის. უბრალოდ შემოვიდა აქ უკვე ბევრნაირი სახეობები, რომელიც უკვე გასატესტია და კონკურენციას უწევს. ფასი ვთქვათ და წონა ვთქვათ. ესენი კილოიანებია 8 ლარი. 8 ლარი. ეს ყვითელ შეფუთაში რაც არის. დიახ. აქვს კიდე ფლაგმანის გამორჩეული დასაკვებები, ფლაგმან გრანდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ზამთრისთვის, ცივი წყლებისთვის, რა თქმა უნდა. აი ეს სერიები არის Roach Black-ი, მთლიანად მუქი ფერის დასაკვები, Brim Black-ი, ესენი სულ ყველა წარმოდგენილი არის არაგვისთვის. გასაგები. River Brim. და ფასები რა? 12 ლარი ღირს ეგენ. 12 ლარი. აი ეს კარპი რო აწერია ეს რა არის? ეს კარპროა, კიდე ამას კიდე სხვა ბრენდი აქვს. ესეც უკრაინული წარმოებისაა. და სხვათა შორის მეგობრებო, მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ დასაკვებმა მტკვარზე იმუშავა წელს ძალიან მაგრას. ეს არის კონკრეტულად მარწყვი. მარწყვი. კი. ეს სხვა მარწყვებისგან გამოირჩევა თავისი სხვა სპეციფიკური სურნელი აქვს. აი G-Stream-ის მარწყვისგან თუნდაც ბელგიური. კი ბატონო. მოკლედ ბოილები და ეს სითხეები, რაც ეხმარება მეთევზეს, თევზის უკეთესად მიზიდვაში. ხო, ეს ბოილები კობრისთვის არის განკუთვნილი, სხვადასხვა არომატით, სხვადასხვა გემოთი. ესენი უფრო ძირითადად ზაფხულში მუშაობს კობრისთვის. არის მაღალი ხარისხის, რომლის ფასი ამ კილის 20 ლარი არის 5 ლარიანი, 8 ლარიანი და ასე შემდეგ. ესე იგი, ყველასთვის ცნობილი ტაიგერნაცი, ვეფხის კაკალი კილო ღირს ჩვენთან 25 ლარი. ეს შეუძლიათ მოხარშონ 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ უკვე ამას თავისი დამზადების პრინციპი აქვს. ეს არის მელასა ხელით ჩამოსხმული. არის ეგ ბოთლი? 6 ლარი ღირს ეს ბოთლი. ვეფხვის ის. ეს კილოგრამი ღირს 25 ლარი. ესე პაჭკებში წარმოდგენილი 12 და 50. კი ბატონო. და ზემოთ ის სურნელების ხო, ესენი ყველას ნაცნობი G-Stream-ის სპრეები, რომელსაც აქვს უამრავი არომატი. Შეიძლება მიასხათ აპარეს თეთრ ჭიას, ნაკელის ჭიას, პენოპლასტებს და ასე შემდეგ. უფრო გემრიელი რომ გავხადოთ თევზისთვის. კი ბატონო. ეს უკვე ქარხნული მელასები, ბელგიური და ბელორუსული წარმოების სხვადასხვა არომატებში. ორი სიტყვა ფოსფორების შესახებ. ფოსფორები, ვისაც ღამე თევზაობა უყვარს, დასაკვებში შეუძლია აზილოს. რამოდენიმე წეთიც კი საკმარისია და ძალიან კარგად მუშაობს ეს ღამე თევზაობისთვის. ანათებს წყალში დასაკვებს და აი ღრუბელი რო იშლება წყალში, ეს ნათებასავით მისდევს ფსკერამდე ჩვენი დასაკვები. ძირითადად შამაიაზე გამოიყენება ეგრეთ წოდებული დასაკვები კატერი. დასაკვები კატერები გვაქვს მრავალი სახის, არის ბოტმანის ფირმის, ჩინური ბრენდების. ეს კონკრეტული ახლა რაც გვაქვს წარმოდგენილი, ეს არის ჩინური ბრენდის GPS-ო, რომელიც გადის 300 მეტრზე. უკან აქვს გადასაყრელი ერთი. ფასი მუშაობს ძალიან ნორმალურად რა, 250 ლარი არის ამისი ფასი. ორი სიტყვა აი მეთევზის ჟილეტის შესახებ. სპინინგის ჟილეტია.
რომელსაც აქვს სამაშველო ბუბკები, ნავიდან თევზაობის დროსაც სულ არ იცის, იმათ გამოადგებათ უამრავი ჯიბი აქვს და უამრავი სათავსო. 100 ლარია ამის ფასი. დავიწყოთ ეგრეთ წოდებული ძუები და წნულები. ძუები გვაქვს როგორც ჩინური, უკრაინული, იაპონური, რუსული, ყველანაირი ფასის, ყველანაირი სახის, რა ვიცი. ბევრნაირი არჩევანი გვაქვს, 3 ლარიდან იწყება და ჩინურებშიც არის ისეთი ხარისხი, რომელსაც გამოიყენებ ძალიან კარგად. ასევე არის ძირვადი ძუები. მოდი დაგვანახე და აგვიხსენი მე და ჩემ მაყურებელს რა შეგვიძლია. ერთ-ერთი საუკეთესო ჩინურ ბრენდში აი ეს ძუა არის, რომელიც არის ძირვადი და კამელეონი. თევზისთვის შეუმჩნეველია ეს. 7.50-ია, სულ 100 მეტრიანის ფასი. აი ეს არის ძალიან ძლიერი იაპონური წნული, ხო? დიახ, მე ვხმარო მაგალითად ეგ არის დაივაჯი ბრენდი, ფიდერზეც ვხმარობ და სპინინგზეც ვხმარობ. მაგაზე უკეთესი ხარისხებიც გვაქვს ხოლმე, დაივადურა სენსორები, რა ვიცი. ორიო სიტყვა 8 წვერიან წნულზე. ესენი დასპინინგად გამოიყენება, იმიტომ რომ 8 წვერიანი სუბუქი არის და შესასრულად გამოგვადგება, რა თქმა უნდა. აი ჩემობა. ხო, კარპისთვის რა შეიძლება გამოვიყენოთ კარგი ძუები? კობრზე გვაქვს დაიბას ბრენდის Infinity Camo. ეს მოდელები დაგვჭა 0.51 მ-ის 60 ლარიღის 500 მეტრია. 500 მეტრია. მაგრამ ძალიან ხარისხია. ძალიან ხარისხიანი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ასევე ცოტა ბიუჯეტურ ვარიანტში და კარგი ხარისხი ვისაც უნდა დაივა თორნამენტი 18 ლარიანი გვაქვს ესენი 0.18 და 0.26-მდე ჯერჯერობით წავდგენილი. ტივისთვის დიახ, კარგი ხარისხის ზუა არის 150 მეტრიაზე. კი ბატონო. ნევსკავებზე ვთქვათ 2 სიტყვა. ნევსკავები როგორც იაპონური, კორეული, ჩინური, რუსულებიც, ასევე სერბულებიც გვაქვს. სპინინგის ნემსკავები არის აქ წარმოდგენილი, ოფსეტური ნემსკავები, ღია ნემსკავები, მისთვის საჭირო აქსესუარები, კარაბინები. ფასებიც ვთქვათ ბარე. ესენი 6 ლარიღის გიუზას ბრენდის რომელსაც ძირითადად ამ ფასის კატეგორიაში იღებენ ხოლმე. არის 12 ლარიანი, 15 ლარიანი. თქვით რომ ეს ძალიან ხარისხიანია. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ონერი არის ფიდერზე და სატივტივედ გამოსაყენებლად, აი ეს ნომერი ფერმაიცის. და კაცუც კარგია. ონერის 53-100 ერთ-ერთი საუკეთესო ნემსკავი. 6.5 ეს, ხო? დიახ. მოკლედ ნემსკავების არჩევანი გვაქვს ძალიან ბევრი, როგორც ცალობაში ისე პაჭკებში. რა ისენია? რა წნულებია? ესენი ჩინური წნულებია, ოღონდ მაღალი მილიმეტრაჟობის არის. გვაქვს 0.70-მდე მილიმეტრამდეც, რომელიც წონა უძლებს 60 კილომდე, 58 და 400, მაგალითად სალოქოეტა. მოდი 1-2 სიტყვა ამ საკვებურების შესახებ. კალათები, ფლეტები არსებობს როგორც ჩინური, უკრაინული, სერბული, შესაბამისად 2 ლარიდანაც კი იწყება ეს მაგალითად დარიღის ეს პრუჟინა 1 ლარიდან იწყება. ეს უკრაინულები არის 4 ლარიანები, პრუჟინები 3 ლარიანები, სერბულები არის კიდევ ბულეტები 6 ლარიანები, 6.50, რა ვიცი. რკინის საკვებურები, ეს არის საინტერესო, როგორ ახსენით? ეს არის მდინარისთვის, რომელსაც შეგვიძლია ჩავკეტოთ და გავხსნათ. თუ მაგალითად გვინდა რომ ფსკერზე დიდხანს გავაჩეროთ საკვები. კი ბატონო. დავკეტავთ და საშუალება გვეძლოთ. რა თქმა უნდა არის ტყვიები სხვადასხვა ფერის და ხარისხის და ეს ტყვიებზე 2 სიტყვა ძალიან ესეთი ფსკერული. კობრის თვის არის ეს ტყვიები მიზანშეწონილი, ასეთი ხაოები და გამოშვერილი იმიტომ აქვს რომ ფსკერზე დიდხანს გაჩერდეს და არ იმოძრაოს. გასაგებია. და ესეთი შორსასროლად და გამოდების საწინააღმდეგოდ ის არის შეცვლილი რომ ადვილად ამოვიდა საცეპიდან, კი ბატონო. 2 სიტყვა ვთქვათ სპინინგის თემაში ძალიან ბევრი. სპინინგში გვაქვს ხო ბევრი სილიკონები, წარმოდგენილი ყანყალები, ტრიალები, ვობლერები, ბევრნაირი ბრენდის გვაქვს სუპერკონტინენტი, GSP ქართული სილიკონები, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა 8 ლარიდან იწყება. ძალიან კარგად მუშაობს ქარიყლაპია ქორჭილაზე, სუპერკონტინენტი, ასევე ბევრისთვის ცნობილი ფანატიკი, ფლაგმანი, ბეარკინგი, რომელიც ახლა შემოვიდა ჩვენ მაღაზიაში და ბეარკინგზე რა აზრის ახლა? ბეარკინგი თავისი ფასიდან გამომდინარე და თავისი სილიკონის რაოდენობიდან გამომდინარე არის უნივერსალური საშუალება დამწყები მეთევზეებისთვის. აქვს ისეთი ფერები, რომელიც აგიჟებს პირდაპირ მნიშვნელობით
ქორჭილას. თქვენი საყვარელი ფერი 1-2 მაინც რომელს ურჩევდით? წალკის მტერი ფერი არის მეგობრებო, აი ეს მე ძირითადად წალკაში დავდივარ ხოლმე. იასამნის ფერი. დიახ. ეს ფერი შეიძლება თავად გამოვიყენოთ ეს ფერიც. როცა პასიურობს შეგვიძლია ეს ფერი გამოვიყენოთ. საფილოს ფერი. კი ბატონო, ნუ როგორც ტანტა ისევე. და მწვანე უნივერსალური ფერი. და ბევრნაირი მოდელები არის წარმოდგენილი. რა გინდა რომ ბეარკინგს არ კონდეს. ყანყალებზეც თქვა 2-20. ყანყალები მეფსის ფეიქ ყანყალები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ეს ჩვენი მაღაზიიდან ჩვენი მოხმარებელმა ბევრმა დაიჭირა, სხვათა შორის ფასებიც გამოცდილმაც და არა გამოუცდელმაც კი 5 ლარიდან იწყება ამეების ფასი. ყანყალების და ქვემოთ ვობლერები ეგენიც 5 ლარიანები არის, ნახევრად ძირვადი ჩინური ვობლერები, რომლებიც კარგად მუშაობს. კი ბატონო. ძირითადად აქ არის წარმოდგენილი ყველა ის საშუალება, რომელიც ერთხელ მაინც არის დატესტილი და გამართლებული. გასაგები. გადმოვიდეთ უფრო სერიოზულ ფირმის ყანყალებზე და მოკლედ ჩვენი ახსნა განმარტება ამ ბრენდს არ ჭირდება, არც პარტენ მარტინს, არც აერეს, ესენი ვიცით რომ საკალმახეთ ერთ-ერთი კარგი საშუალება არის კალმახის დასაჭერად, ხაშაბზე კი ბატონო. პატარა ზომის ტრიალების ხოთა შორის შავაიეს გაგადმოშა. ყანყალების სამლარიანი საკუები შემოვიდა. საკუებიც ნელ-ნელა ფეხს იდგავს და დრო გვაჩვენებს თავის სახეს რა როგორ იმუშავებს. სმითსაც არანაირი რეკლამა და ის არ ჭირდება. მაგრამ აი ეს ყანყალები ჩვენი შეკვეთით არის გამოგზავნილი და ცოტა ხანში ჩვენი მაღაზიის ლოგო ექნება. და ფასი რა აქვს? 6 ლარი სულ რაღაც და ძალიან კარგად მუშაობს. არის ძირვადი ვობლერები, ნახევრად ძირვადი ვობლერები. აი ამ მანდულაზე მინდა ორი სიტყვა თქვა. ახალი შემოსულია, ბევრმა შეიძლება ისიც, ბევრმა არა, ქორჭილაზე და ქარიკლაპიაზე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი. ეს არის 12 ლარიანი ვერსია და არის კიდევ პატარა ვერსიები 10 ლარიანები. ეს ქორჭილასთვის ამისი ანიმაცია ვინც არ იცის, შეგვიძლია და ამას დაუყენოთ 1 გრამი, რომ ოდნავ დაბლად სიღრმე მივიცეთ და აი ასეთ მოძრაობების საშუალებით შეგვიძლია დავუჭიროთ. და თევს ატყუებს იგი თუ არ გამართლებს ყანყალა, არ გამართლებს სილიკონი, ეს უკვე გულს აღარ დაგწვეტავს. გასაგებია. მოკლედ ესეც ჩინური ტრიალები. სხვათა შორის ბევრს აქვს დაჭერილი აი ამ 3 ლარიან ტრიალებზე, რა ვიცი. დამწყებებისთვის არის ხედავ ჩემს საყვარელ ეგრეთ წოდებულ ბათინგებს. ლოვას ფირმის ბათინგებია. და ვალინკები 2 სიტყვათ ამაზე თქვა ფასი. ლოვას ფირმის ბათინგები გვაქვს, რომლის ფასი არის 90 ლარი. საკმაოდ კარგი ხარისხის არის სხვათა შორის, ასევე სალმონის ბათინგები. და თერმოსაიბერ აუტორის ბატინგები, ბოტები ყველასთვის ცნობილი. ძალიან თბილი, ძალიან გაუმდგარი კუმშადი რეზინით, რომელსაც თვითახდგენის უნარი აქვს. ფასიც თქვა 90 ლარი აგრეთვე მისი ფასი. კი ბატონო. აქეთ არის უკვე მზამონტაჟები, ვისაც ეზარება მონტაჟების აწყობა, შეუძლია მომზადდეს გამზადებულები შეიძინოს. ჩვეულებრივად ითევზავთ კობრზე, კარასზე და კარჩხანაზე ასე შემდეგ. არის ხელთათმონები, ქუდები. ეს გაწიეთ ტირის თოფები შევნიშნე, უკან ბარემ გადავიღოთ ესეც. კი ბატონო, ტირის თოფების გვაქვს მცირე რაოდენობით წარმოდგენილი, 120 ლარიდან იწყება მათი ფასი, გვაქვს ჩინურები, თურქულები, ძირითადად ჰაცანის და არტემისის ხოთა შორის ძალიან კარგი ხარისხი. მე მაქვს თვითონ, ყოველ შემთხვევაში მქონდა არტემისი და ჰაცანი და არტემისი პნევმატურებში ძალიან მუშა თოფები. ესენი არის წარმოდგენილი დგუშებით და არის საკმაოდ გამძლე და ზუსტი სოლიდური. აი ეს ჰაცანი პრუჟინაზეა, ხო? და ძალიან მაგარი დარტყმა აქვს. კი, ადაჩა უცემა ძალიან დიდი აქვს, შესაბამისად არტემისი ჯობია ოპტიკაზე სამუშაოდ. კი ბატონო. გადავიდეთ ტუბუსებზე. ეგრეთ წოდებული ჯოხების ტუბუსების ფასები ჩვენთან იწყება 30 ლარიდან, აი ამ მწვანე ფერს რომ გადავუღოთ, აი მასეთი 102 სანტიმეტრი, 102 სანტიმეტრში არის კიდევ და 132 სანტიმეტრში წარმოდგენილი, რომლის ფასი ესე 30 ლარია და ორი ანკესი. თავისი კოჭით აწყობილი ეტევა, არის 45 ლარიანები, უფრო მყარი მასალა და არის განყოფილებიანი ტუბუსები, რომელშიც ჩადის 6 ანკესი, ერთი მოწე ხელით მინდა შევეხო აი ამ ტუბუსს.
ეხლა თქვენ ჩემო მაყურებლებო რო ნახოთ ეს რა მაგარი ძირი აქვს თუ თავი სათევზაოდ როცა წახვალთ ძალიან ისიამოვნებთ რომ აი ეს ხარისხიც არხატი კი არა და ბრიზენტის ხარისხიც ძალიან მოგეწონებათ მოკლედ ძალიან შეკრული ესეთი ტუბუსი ჩანს და ყოჩაღია როგორც ბატონი ზურა იტყვის ხოლმე თავის ვიდეოებში კი, მყარია და არ შეგვეშინდება იმის რომ ანკეში გაგვიტყდეს ან დაემართოს. პატარა კუთხე გვაქვს სანადიროს წარმოდგენილი, სამწუხაროდ ვაზნები არ გვაქვს, მაგრამ ის პატარ-პატარა აქსესუარები რაც შეიძლება მონადირეს დაჭირდეს, თითქმის ყველაფერი გვაქვს, ტანსაცმელები, ჟილეტები. ფასები ვთქვათ ამ ზედაქვედას. აი ამ ზედაქვედის ფასი არის 160 ლარი, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი ხარისხის. წყალგაუნტარია ხო? წყალგაუნტარი არის, ესენი თურქულებია? ესენი არა, ესენი ჩინურებია, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის. ჩვენმა მომხმარებელმა იცის, შეიძლება რეკლამებიდან იცოდეს, ჩვენი მაღაზია 19 ლარში გქონდა. გორტექსის მასალა იყო ისიც. აი ჩავდი თუ კი რა ფასიანია გორტექსის? 75 ლარი ღირს ცალკე და ქვედასთან ერთად იყო 119 ლარი, რომელიც უკვე ამოგვეწურა ამისი მარაგებიც. გვაქვს ასევე ორმხრივი ქურთუკები სანადიროსთვის გამოსაყენებლად სანადიროთ ერთი არის ასეთი შიგნიდან ორ ფერშია წარმოდგენილი 70 ლარია ამისი ფასი. ჟილეტები სანადირო დარგოს ბრენდის, ბრაუნინგის ბრენდის 130 ლარიანია ეს დარგო, ბრაუნინგი 70 ლარიანია და ასევე გვაქვს ასეთი რეგულირებადი ჟილეტები ნებისმიერი წონისა და ზომის ადამიანი მოიგებს მას. შოგან ბადეები გაქვთ საინტერესო. შოგან ბადეები, თევზის შესაყრელები, სათევზაოს რაც შეეხება. აი ეს შოგან ბადე მომეწონა სილიკონის სალი. მას ხარი მასა აქვს, კი ბატონო და სილიკონში ამოვლებული. დიდია და დიდ თევზე მარტივად იმუშავა. 90 ლარია მაგისი ფასი. ორი სიტყვა ტივტივების შესახებ. ტივტივები გვაქვს, როგორც ხელნაკეთი, ასევე ქარხნულები, ჩინური და გერმანული ხარისხის ტივტივები ძალიან ფასები აწყობით 5 ლარიდან იწყება ეს გერმანულები. დასაგებ. ჩინურები იწყება 50 თეთრიდან. ეს კვარი 3 ლარი. ესენი ხელნაკეთი გიორგი ქერხიშვილის ნაწარმი არის, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს სალაზე, გატარებაზე და ხავსეც. კი ბატონო. ჯობია ხო? ბადეები შევნიშნე სასროლი ბადეები, რომელიც კანონით არის დაშვებული ჩემო მაყურებლებო. უჯრა აქვს 2 მილიმეტრი, რაც ის ფუფუნებას გვაძლევს რომ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ვიქებზაოთ. აი ეს მაინტერესებს. ძაფის ბადე რო გადმოიღო. ხო, ეს არის კაპრონის. ტონის რამდენია და ეს არის ჩინური კაპრონი. შეცდომაში არ შევიდეს მომხმარებელი და მაყურებელი. არეგონოს განსაკუთრებული, მაგრამ თავის ფასთან შედარებით არის ძალიან კარგი და საკმაოდ მუშა. ნუ ხორისხია რა. კი, ხათაშორის მოქსოვილი ბადეებიც გვექნება ველოდებით ახალ სეზონზე და ეს რა ფასიანია ეს ბადე? ეს არის 120 ლარიანი და ძუის არის 80 ლარიანი. ძუო. დიახ. ძუა იმიტოა კარგი რომ წყლიდან ამოიღო მარტივად შორდება წყალი და. აჰა. ასე თუ არის ჟრინთება და არის ჟრინთება. სხვათა შორის ეს ბადე ვისაც ბადით თევზაობის სურვილი აქვს, ბიუჯეტურ ვარიანტებში გვაქვს ჩვენ მაღაზიაში წარმოდგენილი და მოგზანდით და შეიძინეთ. ხარგი გენო თვალე დიდი მადლობა. ჩემი გამომწერების სახელით, მაყურებლების სახელით გაიხარეთ თქვენ. დაგემშვიდობებით მაღაზია Grand Fishing-დან და თხოვნა გვექნება რომ გამოიწეროთ უიარაღოს არხი გიორგი ტერეთელი. მადლობა. ნახვამდის.